21 დეკემბერს სერბეთის ქალაქ ნოვი პაზარში საპროტესტო აქციის ფარგლებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტუდენტებისა და ლექტორების მხარდასაჭერად. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ათეულობით ლექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზოგიერთ სტუდენტს კი არ მიეცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა გასულ წელს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. უნივერსიტეტი უარყოფს ბრალდებებს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით გამოხატეს პროტესტი. შემდეგ კი ქუჩებში ბანერებითა და დროშებით გამართეს მსვლელობა. ის, რასაც სტუდენტები ბოლო თვეებსა და წლებში აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, სანჯაყსა და მთელ სერბეთში, არის გულწრფელი მცდელობა განიკურნოს მთელი ჩვენი საზოგადოება. ისინი იმ მიზნებისთვის იბრძვიან, რომელთათვისაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. სერბეთში უკვე თითქმის 1 წელია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერს ნოვისადში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის საფასუხოდ დაიწყო, რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქციის მონაწილეების აზრით, ახლად გარემონტებულ სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევა ჩინეთთან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციით გამოწვეული დაუდევრობის შედეგია. სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობა კი ცდილობს სერბეთში საკუთარი მტკიცე მმართველობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ჩახშობას. თუ ჩვენ არ დაუჭერთ მხარს სტუდენტებს, მათ მოთხოვნებსა და ძალისხმევას, უპირველეს ყოვლისა, ჰქონდეთ თავისუფალი უნივერსიტეტები, ჰყავდეთ საღად მოაზროვნე ლექტორები, რომლებიც ასწავლიან მათ და მათგან შექმნიან თავისუფალ კრიტიკული აზროვნების მქონე პიროვნებებს. როგორ შეგვიძლია ველოდოთ მომავალში ჯანსაღ საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც ნამდვილად ისწრაფვის უკეთესობისკენ. სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრებას ცდილობს, მაგრამ პროცესი შეჩერდა, რადგან ვუჩიჩმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან და ჩინეთთან და შეზღუდა დემოკრატიული თავისუფლება. კრიტიკოსები ვუჩიჩს კორუფციის გავრცელებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ, თუმცა თავად უარყოფს ამ ბრალდებებს.